იღუმენი ნიკონი, სინანული. შვიდობა თქვენთაც ვირფასებო, უფალმან გაკურთხოთ, დაგიცვათ ყოველი ბოროტისაგან და წარგიცხვეთ ცხონების გზაზე. გამოიფრთიდით ჟამთა, რამე თუ დღენი ბოროტნი არიან. ამისთვის ნუ იყოფით უგუნურ არამედ გულისხმა ყოფდით, რა იგი არს ნებაიუფლისაი ბრძანებს მოციქული. თავი აიძულეთ, რომ ღვთის ცნებების თანახმად იცხოვროთ. ცოდვები და შეცოდებები შეინანეთ. თავს ნუ იმართლებთ, არამედ უჩვენეთ უფალს თქვენი უძლურება და ცოდვილობა, თქვენი სიგლახაკი, რათა მიიღოთ შეწყნარება და ნეტარებაც კი. ითქვა, ნეტარიყვნენ გლახაკნი სულითა, რამე თუ მათი არ სასუფეველი ცათაი. ხოლო თუ საკუთარ სიგლახაკის შეგნებას სინანულის ცრემლსაც დაუვთავთ, ორმაგად ნეტარი იქნებით, უფალი მოგანიჭებს ნუგეშს. თუ ტოლია თქვენთანა, გადაეცით, რომ გამიხარდება თუ ოდესმე ჩემთან ჩამოვა, იქნებ არდადეგებზე მოახერხოს მოსკოვიდან ჩამოსვლა. გზის ფულს მე გადავუხდი, მიწამდე უხრი ქედს დავევედრები, არ უარყოს ღმერთი, არ მოусვინოს უღრთო საუბრებს, არ იკითხოს ათეისტური წიგნები, არამედ დაიცვას თავისი სული, თითო სრული მეტანია მაინც შეასრულოს დღე-ღამეში ამ ლოცვით, ღმერთო მილხინე ცოდვილსა ამასა და მასხოვნე მე. თუ ამ წესს შეასრულებს, დიდ სარგებელს მიიღებს, უფალმან გაკურთხოთ, შეგიწყალოთ აქაც და მომავალ ცხოვრებაშიც. 1952 წელი.